მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა გესაუბროთ დღეს ენერგეტიკულ დონეზე უთანასწორო ურთიერთობები ეზოთერულად უფრო როგორ განიხილება ხოლმე, როგორ შეიძლება დავინახოთ ის უხილავი ენერგეტიკული გამოფიტვა, ესე რომ ვთქვათ, ან გადინება ენერგიის, აი, მაგალითად ეზოთერიკაში ვამპირიზმს ეძახიან, დონორი, ვამპირი, ეს ხშირად გაგიგიათ ალბათ ფსიქოლოგიაში ეს ტერმინები, მაგრამ ეზოთერიკა ამას როგორ უყურებს და ასტროლოგია როგორ უყურებს, ცოტა ამ კუთხითაც მინდა დღეს გავიაროთ ეს თემა. ფსიქოლოგიასაც ჩავთავak, რა თქმა უნდა. და ძალიან ისეთი დაფარული და უხილავი სფერო არის, იმიტომ რომ ენერგეტიკა არა, ეხლა ფული შეიძლება რომ დავკარგო, დავითვალო, მაგრამ ენერგიას ვერ დავითვლი და ზოგჯერ შეიძლება ვერ შევამჩნიო. ყველაზე რთული შესაბამისად არის ეს, შეიძლება ვიგრძნო ძალიან გვიან, უკვე როდესაც ძალიან დაცლილი ვარ ენერგეტიკულად. მაგალითად და ჩემ კვლევებსაც გაგაცნობთ აქ, მაგალითად როცა ამას ვაკვირდებოდი, ვთქვათ რა არის ეს უთანასწორო ურთიერთობები, ხო, უთანასწორო კავშირები. ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ, საერთოდ როგორ არის იცით? რა ქმნის ადამიანის, აი რომ ამბობენ ხოლმე რომ მე მაღალი ვიბრაციის ვარ და ვიღაცა დაბალი ვიბრაციის არის, ხო? ეს რაღაც კუთხით ცოტა ესე შეიძლება საკამათოც იყოს, ხა რატო უნდა ჩავთვალო მე რომ ვინმეზე მაღალი ენერგეტიკა მაქვს ან ვინმეზე დაბალი ენერგეტიკა, მაგრამ სიამოვნებაში ხა რა ხდება, ცოტა ეზოთერულად რო გითხრათ. ესე იგი ენერგია ჩვენში ეს არის, აი ძალიან ესეთი პრიმიტიულ დონეზე რო გითხრათ, რაც უფრო ადამიანი ღრმა არის ემოციურ დონეზე, ანუ მისი ემოციური ინტელექტი რაც უფრო სიღრმისეული არის, მით უფრო მეტი არის ენერგია. იმიტომ რომ ემოცია არის ენერგია ზოგადად, ხო? ეზოთერიკა ესე ამბობს. ფსიქოლოგიაც ესე ამბობს, რომ ძლიერი ემოციური იმპულსი ქმნის ენერგიას ზოგადად, ხო? მაგრამ ნახეთ ახლა როგორ რაღაც არის, რომ მან ცოტა კარმული ასპექტებიც განიხილება უკვე ეზოთერიკაში, სიღრმისეულ ეზოთერიკაში და კარმული ასპექტები ესე ახასიათებს ადამიანის ძველს, რომ რაც უფრო ინკარნაციული გამოცდილება აქვს, მაგალითად სულს, ხო? მით უფრო ბევრი რამ აქვს დაგროვილი, ბევრი ემოცია, ბევრი დაუმთავრებელი ტრამვები იქნება ეს თუ რა, მაგრამ გამოცდილებაც მეტი აქვს. შესაბამისად, მისი ენერგოსტრუქტურა უფრო ძლიერი არის, ხო? აი, უფრო ამ ნაწილს მინდა შევეხოთ ახლა, ვიდრე ემოციურ დონეზე, როცა ადამიანი ახლა პლუტონური ენერგია აქვს, მაგალითად ან ესეთი კირჩხიბული ენერგია აქვს და ემოციურად ძალიან ღრმა არის და ინტენსიურია, რა თქმა უნდა, იქ მეტი ენერგიაც არის. მაგრამ არის კარმული ენერგიაც, როდესაც ადრე მაქვს ცოტა ხნის წინ ჩავწერე ამ კარმულ ესეთ ენერგიებზე ვიდეო, სადაც არის საუბარი ამ კარმულ გამოცდილებებზე მაგალითად, ხო? და აი ეს გამოცდილებები, როდესაც სულს აქვს მეტი ინკარნაციული გამოცდილება, მეტი რამ ნანახი, ესე რა ვთქვათ, ხო? ეს უფრო ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, მისი ენერგეტიკული ვიბრაციაც არის ბევრად მაღალი. ეხლა რა ხდება, ვისაც მაგალითად, აი ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითებში ვინც ტაროში ერკვევით, მაგალითად არის იქაც იერარქია, ხო? პაჟები, რაინდები, მეფეები, მაგალითად, ხო? და ასევე არის ჩვენთანაც ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც იერარქია, ხო? ვიღაც არის ახალგაზრდა, ვიღაც არის შუახნის ასაკის, ვიღაც არის ასაკოვანი, ხო? აი ესეთივე ასაკი აქვს სულს, ეს ამას ამბობს ეზოთერიკა, სხვადასხვა სულიერი სწავლებები მაგალითად და სხვა რელიგიები, ხო, უფრო აღმოსავლური რელიგიები ამბობენ ამას მაგალითად. და შესაბამისად, აი, სული ახალგაზრდა არის, დაუმუშავებელი აქვს ჯერ, ანუ ახალ იმპულსში არის თუ უკვე გამოცდილი სული არის, აქედან გამომდინარე არის ენერგეტიკული ვიბრაციაც, ხო, ადამიანის ენერგეტიკული ველი, ესე რომ ვთქვათ, ხო? შესაბამისად, როგორ ხდება, იცით, როდესაც იერარქიულად არ მივდივართ ბალანსში, მაგალითად, დაიჭირა ქალმა ან კაცმა ურთიერთობა პარტნიორთან, რომელიც ინკარნაციულად ბევრად ჩამორჩება, ახლა ეზოთერული ლოგიკით რო აგიხსნათ. შესაბამისად, როგორ ხდება, იცით, რომ ქალს ან კაცს, ვინც არის აქ უფრო ენერგეტიკულად გამოცდილი, ესე რომ ვთქვათ, ხო? მას უწევს თავისი ენერგიის შემცირება. აი, თავი დაწიოს დაბლა, რესურსები შეუზღუდოს თავის თავს, განვითარება შეუზღუდოს, რომ ბალანსში მოვიდეს მეორე მხარესთან. ეს როგორც წესი ყოველთვის ესე არის, ანუ მსგავსთან თუ არ არის, აქ ხდება დისბალანსი, დისჰარმონია. ეს დისჰარმონია რო შეივსოს,
დაბალანსდეს, თან უფრო ახლო ურთიერთობაში თუ შევდივართ, ხო? აქ უნდა მოხდეს ამ ენერგეტიკული ველის გაცვლა გარკვეულწილად. და მეორე ამით ხეირობს, იმიტომ რომ მაღალ ვიბრაციულ ენერგიასთან მისთვის ურთიერთობა საკმაოდ პოზიტიურია. იმიტომ რომ ეს ამ ენერგიას იღებს სადღაც, ხო? და ვითარდება შეიძლება. მაგრამ მეორე მხრისთვის ეს ცოტა პრობლემას წარმოადგენს, ხო? იმიტომ რომ მას თუ არის ასიყვარულო ურთიერთობა, თუ არის მეგობრული ურთიერთობა და არის სერიოზული უთანასწორობა ენერგეტიკულ ველში, მინიმუმ მეორემ შეიძლება ძალიან მარტოდ იგრძნოს ამ ურთიერთობაში თავი. მე აქ სასიყვარულო მარტოობას არ გულისხმობ, რომ ის თბილი არ არის და მე მარტო ვარ, ხო? აი ენერგეტიკულად მარტო იგრძნოს თავი, იმიტომ რომ შევსება არ ხდება, გაცვლა არ ხდება ენერგიის, აქ ხდება გადინება უფრო მეტად. შესაბამისად არის ძალიან ესეთი ფაქტორი, რომ უხილავი არის, ვერ ვხედავ მე რა ხდება, ვერ ვხედავ რა მჭირს, მაგრამ გრძნობ, რომ მე ვცარიელდები ენერგეტიკულად ამ ურთიერთობაში. შეიძლება ჩვენ ფსიქოლოგთან წავიდეთ, ვეძებოთ რაღაც სხვა გამოსავალი, თუნდაც მეგობრულ ურთიერთობაში ვიყოთ, ხო, რომ სადღაც არის დისკომფორტები, ხო? ან მეორეს ეჩვენება, რომ აი მე რაღაც სადღაც აი ესეთ უთანასწორო ურთიერთობაში ვარ და ვხედავ, რომ უნარებით ის მჯობნის მე, ხო? და უნარები იმას კი არ ნიშნავს, რომ ის რაღაც პროფესორი არის და კარგი კარიერა აქვს. არა, აი შინაგანი უნარები, ესეც უხილავი არის, იცით? აი ბევრი პრობლემა რომ აქ მე დახურული კარმულად, ბევრი რამ ნანახი რომ აქ და ეს არის უკვე ენერგეტიკული სტრუქტურა, აურის მდებარეობაში, აი აურაში რომ ჯდება როგორც გამოცდილება და აქაც ხდება უკვე დისბალანსი. შეიძლება მე არაცნობიერად გქონდეს აგრესია ესეთ ადამიანზე, იმიტომ რომ არაცნობიერ დონეზე მე დამცირებულად გრძნობდი აქ თავს, ხო? რომ სადღაც ეს ადამიანი, აი უბრალოდ მისი არსებობით უკვე მცირდები, ხო, სადღაც და ესეც ცოტა დაუმუშავებელ კომბინაციას ვამბობ ხოლმე, რომელიც განვითარება მე არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან მტკივა დავინახო როგორი ვარ, ხო, სინამდვილეში. და ამიტომ არ მინდა განვითარება და არა იმიტომ რომ ზარმაცი ვარ ბჭყალებში, ხო? და მეორე მხარესთვისაც ის თვითონ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რატო შეიძლება იზიდავდეს აგრესიას მეორე მხრიდან, იმიტომ რომ ის შეიძლება არ ავლინდეს არანაირ აგრესიას, მაგრამ მისი ჰაბიტუსი უკვე იყოს პრობლემა მეორე ადამიანისთვის, ხო? მე იწყება ხოლმე ზოგჯერ ახლა თქვენ შეიძლება გამოცდილი გაქვთ პასიური აგრესიები ვიღაცებისგან, კმენები, სხვა კუთხით, ხო? სხვა ფორმით. და აი ფსიქოლოგიაში ცით როგორ არის, რომ ეგრევე ხედავთ ხოლმე ტკივილს ადამიანის, აი თუ გინახავთ იქ სოციალურ ქსელში, ჩემთანაც ყოფილა ხოლმე ხანდახან ძალიან იშვიათად, მაგრამ აი ასოს რო გაუსწორებენ ადამიანს, რომ აი შენ ეს სიტყვა არასწორად თქვი და ამ დროს ადამიანი ლაპარაკობს იმ ხელამნიშნულობის თემას და საერთოდ რო გააზრება არ ხდება, რა თქვა ადამიანმა და აი გამოიჭირებენ, რომ აი მე ეს ვიცი გრამატიკულად როგორ უნდა ვთქვა სწორად, ამიტომ შეიძლება თინაც ერევა ხოლმე, ხო, ბუნებრივად, მაგრამ ეს სხვისი ჩამოწევა რო გვინდა, ესე იგი აქ უკვე ძალიან ღრმა კომპლექსები არის, ძალიან ღრმა პრობლემები არის შინაგანაც და მე რაღაცნაირად ესეთ კომენტარებს რო ხედავ ხოლმე, აი ძალიან დიდი სიბრალურის განცდა მაქვს უწვრთელად რო გითხრათ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ეს ხო ვიცით ჩვენ რაც არის პასიური აგრესია, ეს არის არასრულყოფილი ეგო, ეს არის ტრამვული ეგო და მე და ესეთ ადამიანთან საერთოდ არ ღირს ურთიერთობის დაჭერა, პასუხიც არ ღირს, ხო, ესეთ ადამიანთან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ღრმა ტრავმირებული და ის დაიცავს ამ ტრავმირებულ ეგოს მთელი თავისი ძალით. ეს აი ვისაც გიიწევთ ესეთ ხალხთან მაგალითად იქ საკუთარი საზღვრების დაცვა, როგორც წესი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამათი მიზანი არ არის ჭეშმარიტება, ხო, ესეთი ხალხის მიზანი არის მე დავიცვა ჩემი ეგო, რომელიც ხა დასაცავი რატომ აქვს, ესე იგი პრობლემა მაქვს იქ, ხო? აი ესეთი თემა არის. თუ რატო უნდა შევხვდე ვიღაცას კომენტარებში, ან რატო უნდა წერო ცუდი კომენტარები, ახლა ეს ძალიან მასობრივი თემა არის და ამიტომ გეუბნებით, ხო? ანუ ის რომ მე რაღაცა მაწუხებს შიგნით, მე პროექციაში გავდივარ და ის ადამიანი მანახებს უკვე მე რა მტკივა ყველაზე მეტად და შესაბამისად ესე იგი სადღაც მინდა ამ აგრესიის გამოხატვა, ხო, იმიტომ რომ ეს მაწუხებს მე. ამიტომ ესეთ ადამიანებზე ეს სოციალურ ურთიერთობებში გულისხმობ, თუმცა პირად ურთიერთობებშიც ხშირად ყავთ ხოლმე, ხა ჩემთან ვიც მოდის პირად რუკაზე მაგალითად და გავდივართ იქ თერაპიულად
ნუ აღმოჩნდება ან მეუღლე ყავს ესეთ პასიურ აგრესიაში, რომელიც ეუბნება რომ აი შენს არ გივარგა ის არ მომწონს ისეთი ხარ ნეგატიურ კომუნიკაციაში, ან დაქალები არიან ხოლმე ნეგატიურ კომუნიკაციაში, რომ უნდათ რომ ამ ადამიანს რაღაცა თვითშეფასება დაუნგრიონ, ნუ ნარცისები ხო საერთოდ პროფესიულად არიან ეგეთი ტიპაჟები და ნუ ეს ხდება ყოველდღიურად, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. და შესაბამისად ეგ მომენტი ყოველთვის არის აი იმ კუთხით გამოიხატება რომ ამ ადამიანებს აი ეს ენერგეტიკულ დონეზე აქვთ შინაგანი აი განვითარების შეფერხება ხო ენერგეტიკულად მე არ მინდა გავიზარდო მე ძალიან ბევრი რაღაცები მაწოხებს შიგნით სავსე ვარ ჩემი თვით აგრესიებით და მჭირდება ობიექტები ადამიანები ვიზეც გადავაყრი ამ ნეგატივს ზიანდერში ხა რაც უფრო გაცნობიერებული ადამიანი და რაც უფრო განვითარებული არის, მანდ არის ისეთი რაღაც, რომ ხედავენ რა ჭირს ადამიანს, ხო? და ანუ სიამდვილეში თვითონაც არაცნობიერ დონეზე იციან, რომ პრობლემა აქვთ, მაგრამ აი ეს ქცევა კიდევ უფრო უგდებთ ხოლმე მათ თვითშეფასებას, იმიტომ რომ არაცნობიერ დონეზე იციან, რომ გავიშიფრეთ რომ სადღაც ძალიან ტრამვირებულები ვართ ხა ეს ეგოს თამაშები როცა არის ხოლმე და ეს ყველას ბევრს გაგიულიათ იმიტომ რომ ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან ამ პრობლემით რომ პასიურ აგრესიას პასიური აგრესიის ან პირდაპირ აქტიური აგრესიის ხერხნი არიან ხოლმე გარშემოყოფებში. როგორც წესი ესეთი თემები არის როგორც იცით შემდეგი რომ ჩვენ თუ შევედით ესეთ ურთიერთობაში ან პასუხისგაცემის რეჟიმში აი ზუსტად აქ მიდის ვამპირიზმი, ამიტომ მოვიყვანე ხამხელა ისტორია. შევდივართ ვამპირიზმის ენერგიაში, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ცდილობენ, ანუ მე არ მყოფნის ენერგია, მე სერიოზული პრობლემები მაქვს და მე მჭირდება მსხვერპლი, რომელსაც გამოვიწვევ, ყურადღებას მომაქცევს და ეს არის უკვე ენერგეტიკული ბმა. ანუ ემოციურად მე თუ ჩავერთვი ვინმესთან, აი ვიღაცა თუ რაღაცა ცუც მეუბნება და მე გავბრაზდი, მე უკვე ენერგეტიკულად მასთან კონტაქტზე გავედი. შესაბამისად, ეს არის უკვე ენერგეტიკული მიბმა. ეს უფრო ეზოთერულად გიხსნით და ამ ენერგეტიკულ მიბმაში ხდება ზუსტად ეს გაცვლა ენერგიის დაბალანსება უთანასწორობის, ხო? და შეიძლება ადამიანს კონდეს ენერგია, რომ მე აი ამ ადამიანის ნეგატიური ენერგიას, როგორც კი ჩვენი აურა ერთმანეთთან შეხებაში იქნება და ეს უხილავად ხდება ყოველთვის, ხო? მიწევს მე იმის გაწმენდვა, ესე რომ თქვა, დაბალანსება, ხო, სადღაც, ხო? მე ხა ახლა ურთიერთობებზე ლაპარაკობთ და არა, ეხლა მთლად სოციალურ ქსელში ხა ვიღაცა ბოდიშით და სულელი რაღაცას ბოდიალობს, ხო? ესე რომ თქვა. ანუ ეს უკვე ახლა ურთიერთობაში როცა არის, აქ ხდება ხოლმე როგორც წესი აი ამ აურების დონეზე უთანასწორობის დაბალანსება. აი მე მქონია მაგალითად პრაქტიკა, რომ აი როცა იყო ადამიანი, ადრეც მოვყევი ეს ჩემთან ახლოს, აი ყველაფერი კარგად მისდიოდა. დიდი ხანი თუ არ იყო ჩემთან ურთიერთობაში, სულ მეუბნებოდა, რომ აი მე რამდენი ხანი არ დამირეკე შენთანო და როცა არ გირეკავ, ცუდად მიდის ჩემი საქმეები. ნუ მე ვლადიმერ ბენაიძესთან დამირეკე და ვიკითხე, მართლა რა არის თქო ეს ისტორია და ნუ აი ზუსტად ეგ თემა მითხრა, რომ შენ ენერგიაზე ჯდება და იმიტომ რომ გეცოდებაო სადღაცო. და ამ შეცოდებაში, რომ აი სუ უჭირდა, სუ პრობლემები ქონდა ამ ადამიანს და მე მეცოდებოდა და ნუ მე ძალიან ბევრი რაღაცები წავიკითხე ამის შემდეგ, ვლადიმერმა რომ მითხრა, რომ შენ ენერგიაზე ჯდებაო, აი ამ შეცოდების თემაზე, აი ამ პრობლემის ხალხზე და ზუსტად ეს იყო, რომ უთანასწორო ურთიერთობაში ვიყავით. უთანასწორობა რას ნიშნავს? რომ როცა არ უნდა ადამიანის განვითარება შინაგანად, აი ესე აჯდება სხვების აურას. ეს ეზოთერულად ესე ვიცახით ხოლმე. ასტროლოგიაში გვაქვს მორიელი კუროს ღერძი, რომელიც უშუალოდ პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგადად ენერგიის გაცვლასთან, ჩემი პირადი ენერგია მეორე სახლი, ან ვენერას ენერგია და მერვე სახლი მორიელური ენერგია პირდაპირ დაკავშირებული სხვების ენერგიასთან. და განსაკუთრებით როცა არის აი ეს მერვე მეორე სახლის პრობლემა, თუმცა ეს ზოგადად ყველას აქვს ეს პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებით როცა არის პრობლემები, ადამიანი ან მეც იღებს, ან მეც ითხოვს და სხვის ენერგიაზე ჯდება, ან მის ენერგიაზე ჯდებიან. ან ორივე ერთად არის, ხან ის არის, ხან ეს არის. ამიტომ, ნუ ასტროლოგიაშიც ეს გვაქვს ეს ფორმულა, როდესაც ჩვენ
აი ამ ბალანსს ვარ ხვევთ ურთიერთობაში, ენერგეტიკულ ბალანსს ვარ ხვევთ, სადაც სადღაც თუნდაც ურთიერთობაში ხშირად არის წყვილებში, უფრო როცა შედიან ქალები უფრო დაბალ ვიბრაციულ მამაკაცებთან, ეს სხვათა შორის ის ფსიქოლოგებიც ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ეს პრობლემა არის, იმიტომ რომ თუ არის ქალთან დაბალი თვითშეფასება, ის უთანასწორო ურთიერთობებში შევა. Armul astrologიაში წავიდეთ, უნდა იყოს პირადი ურთიერთობის დაზიანება, რომ დაბალ ვიბრაციულ ენერგიაში ხალი შევიდეს. კაცებთანაც არის ხოლმე ზოგჯერ ეს დაბალ ვიბრაციული ენერგია, იმიტომ რომ ცოტა მომთხოვნ ძლიერი ენერგიის ხალს ბევრი რამ ჭირდება. და აქაც კაცმა შეიძლება დაზოგოს თავისი ენერგია, რომ აი გამომივა და კაცი უფრო წარმატებაზე და ფინანსებზე არის, ანუ კარგი ხალი რომ იყოს მასთან, ის უნდა იყოს წარმატებული და ფინანსურად ძლიერი, ესეთი შაბლონი და სტერეოტიპი არის. სინამდვილეში წარმატება და ფინანსები სინამდვილეში უკავშირდება ენერგეტიკას კაცის. რაც უფრო მაღალი ენერგეტიკული ველი აქვს მამაკაცს, ხო, მით უფრო მუდმივად იბრძვის, მუდმივად რაღაცა ახალს ქმნის, ხო? ანუ არ არის ესეთი სტატიკური, ხო? აი ქალურ ვიბრაციაში არ არის, გაჩერებულ ენერგიაში არ არის, ხო? ანუ მარსიანული ენერგია მუშაობს მასთან, ხო? და ანუ აქაც ხდება ხოლმე, რომ შეიძლება შევიდნენ ენერგიის დაზოგის მიზნით შედარებით უთანასწორო ურთიერთობაში, ან კომპლექსების გამო, ან ბევრი სხვა თემის გამო. აქაც შეიძლება იყოს ზუსტად ეს უთანასწორო ურთიერთობა. უთანასწორო ურთიერთობას მოაქვს ზუსტად ეს, რომ ჩემი აურა ცდილობს დააბალანსოს მეორეს აურა და აქ მე ვკარგავ ენერგიას, ის ივსება. თუ არის ეს მაგალითად სამსახურებრივი კუთხით, აი მაგალითად თერაპევტი ძლიერი ენერგეტიკით და მასთან მიდიან. აქ ენერგეტიკული გაცვლა ხდება, ფინანსურად ხდება გაცვლა, ხო, მაგალითად. როგორც კი თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომელსაც არ უნდათ რაღაცაში გადაიხადონ ფული და უნდათ, აი უფასოდ უფრო მოისმინონ, ხო? ეს არ არის დაზოგვა, მეგობრებო, საერთოდ ფინანსური კუთხით, ხო? ეს არის უფრო ის, რომ მე არ ვაფასებ სხვის შრომას და მე არ ვაფასებ იმას, რომ ენერგია უნდა გავცვალო. სინამდვილეში აი აქ მივდივარ ციხმისეულად, ხო? მე არ მინდა ენერგია გავცვალო, მე მინდა ისე მივიღო. ანუ მოვიპარო სხვისი ენერგია და აუცილებლად მე ვიღაცა მოვა და მოიპარავს ჩემ ენერგიას, ხო? ან ჯანმრთელობის ფასად დამიჯდება ეს, ან უიღბლობის ფასად დამიჯდება, ამიტომ აქაც ძალიან ყურადღებით ვარ თქო. ვიღაცას ისე გამჯდარი ხარ, თუნდაც მე მაგალითად არავის ენერგია არ მჭირდება. ჩემი საკმარისად მაქვს ხო სიტყვაზე და აი ეს არის აი გამჯდარი უბრალოდ ბუნებრივად, მაგრამ აქვს ზოგს ეს ტენდენცია რომ ურჩევნიათ რომ დაზოგონ და უფრო გამოძრნენ იოლად. ასეთ ადამიანებს ცოტა დაბალი ენერგიის ხალხს ეძახიან ეზოთერიკაში. იმიტომ რომ მე შინაგანად არ მაქვს აი ის ან კარმული გამოცდილება, ან ფსიქოლოგიური ძლიერი ვიბრაციები, ან შინაგანი ინტელექტიც, რომელიც ასევე ენერგიასთან არის მიბმული და შესაბამისად მე დაბალ გაზზე ვცხოვრობ, ისე რა თქვა. და ნუ მე ყოველთვის უნდა მივეკედლო ვიღაცებს, ვინც გამქაჩავს ენერგეტიკულ. ეხლა ვისაც მაღალი ენერგეტიკული ველი აქვს, ყოველთვის ხდებიან აი გემს რო ეწებებიან ხოლმე პატარა თევზები, ხო იცით? აი ესეთი რაღაცა ხდება და ესეთი ადამიანები ძალიან სუსტდებიან მე, ძალიან იღლებიან. მე ზოგჯერ ხდება რომ აი აღარავინ აღარ მინდა. თუ გაქვთ ეს მომენტი რომ აღარ მინდა ხალხთან ურთიერთობა. აი ყველა მღლის და ქალები მღლიან, მეგობრები მღლიან, მხოლოდ ჩემთვის მინდა ვიყო, ეს უკვე ნიშნავს რომ თქვენ ენერგიაზე ბევრი ზის, ესე რა ვთქვა. სადღაც არდებთ ენერგიას სწორად. ესე იგი, სადღაც უთანასწორო ურთიერთობებში ხართ, სადღაც ვამპირულ ურთიერთობებში ხართ და მან ხდება, როგორც იცით, კარგად უნდა გადახედოთ, ორმხრივი არის თუ არა ეს ურთიერთობები. ან თქვენ იღებთ თუ არა, გინდ მეუღლესთან, გინდ მეგობრებთან, გინდ სოციალურ კავშირებში, იღებთ თუ არა იმდენს, რამდენსაც თქვენ გასცემთ. და ეს მიღება იმას კი არ გულისხმობს, რომ აი მე რო პრობლემები მაქვს, მეც მინდა გორჩი დამიდგნენ. ეს ისედაც ბუნებრივი არის. არის უფრო იცით როგორი რაღაც, რომ აი მე რა მჭირდება, ხა მე ზუსტად ვიცი რა მინდა ურთიერთობაში, ხო? და აი მაგალითად ჩემთვის პირდაპირ ნომერი პირველი არის, რომ ადამიანი იყოს ნათელი ტიპაში, ანუ იღიმოდეს, პოზიტივს ასხივებდეს და იმედით ცხოვრობდეს. ჩემთვის პირადად ეს არის მთავარი. თუ ადამიანი არის დახურული, ნეგატივი, პესიმისტი,
აუცილებლად წამართმევს მეც ადამიანი ურთიერთობას. არც იმის სითქვა მინდა, არც იმის სიყვარული არ მინდა, უბრალოდ მინდა პოზიტივი. იმიტომ რომ მეც ესეთი ტიპაჟი ვარ, მე ამ ვიბრაციაში ვარ ხშირად, რომ აი რეალურად რაღაცა ცუდი თუ ხდება, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ ყოველთვის, ტიპაჟი ვარ ესეთი, სელინოვერძი ვარ და ეს ძალიან გამოკვეთილად მაქვს, ხო. ოღონდ ეს მე ძალიან მკვეთრად გავაცნობიერე თერაპიებზე მაგალითად და ენერგეტიკასაც რო ვაკვირდებოდი, აი რომელ ენერგიებში ვარ პირიქით რომ ვივსები და რომელ ენერგეტიკულ ველში ხალხთან ვარ რომ პირიქით აი რაღაცნაირად ვეშვები, ხო? და მივხვდი რომ ჩემთვის არის მთავარი ოპტიმისტი იყოს ადამიანი და რაღაცა რთული თუ ხდება არა უშავს ჩვენ მოვაგვარებთ, აი ასეთ სიტყვას თუ მეუბნებ. არა უშავს ეს პრობლემა, ჩვენ შევძლებთ რომ მოვაგვაროთ. აი ამ სიტყვებს მეტყვის. იქნება ეს ახალი, იქნება ეს ოჯახის წევრი, იქნება ეს მშობლების ხარჯი, ჩემ მშობლებიც ესეთები იყვნენ, რომ არა უშავს ეს მოგვარდება. აქედან მოდის ეს ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა, თუ ახლა დრამაში და იმაში გაიზარდე, შენც ეგეთი ხარ. ძალიან რომ წავიდე. შესაბამისად, იმან რაც არ უნდა სიყვარული მომცეს, რაც არ უნდა სუმირეკოს და ყურადღებიანი იყოს, რაც არ უნდა რთულ სიტუაციებში დამიდგეს გვერდში, თუ მოჟამული სახით იulis და ყველაფერში დრამას დადგავს, ეს ადამიანი მე მთლიან დამაცარიელებს ენერგეტიკულად, ხო? იმიტომ რომ ჩემი ვიბრაციები მსგავსი არ არის, იმიტომ რომ მე არ მჯერა აი დეპრესიის და პესიმიზმის. და შესაბამისად, ის აუცილებლად წაიღებს ჩემგან აი ამ პოზიტივს. ხო? და თან ხშირად არის ესე რომ ჩვენ მივიზიდავთ ზუსტად იმ ხალხს, რომელსაც სჭირდება ჩვენი პოზიტივი. იმიტომ რომ მათ არ აქვთ, ხო? ეს პოზიტივი. ხა რაღაცა დაბალანსების მცდელობა არის, ხო? რომ აი მეორე მხარეს სჭირდება ეს პოზიტივი, იმიტომ რომ არ აქვს და შენ ცოტყაც ახლა ძალიან რომ პოზიტივში არ გაფრინდე, გჭირდება მეორე მხარე, ხო? და ეს არის ბალანსი. მაგრამ არის ახლა 80%-ზე რო იჯდეს ნეგატივში და 20%-ზე რო იჯდეს ნეგატივში, ხო? აქაც უნდა მერე დავაბალანსოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ღლიან, მაგალითად, ესეთი პოზიტიური ენერგეტიკის ადამიანები, ხო, რომელიც soul drive-ში არიან, იცინიან, მართლა ღლიან, იმიტომ რომ აი ხშირად რო შევსულვართ თერაპიულ პრაქტიკაში, თუნდაც, ხო, აი როცა უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანის ენერგეტიკული ველი, როგორი არის შენი ველი და ხედავს რომ ნაცრისფერი არის. ოღონდ ეს კარგი ნაცრისფერი არის, კარგი რაღაცა ესეთი ბრუსული, რაღაც სიღრმისეული ნაცრისფერი, თვითონ ესე ამბობენ, ხო? და მეორეს როცა აქ ცეცხლისფერი და ოქროსფერი ახლა ეს უკვე ენერგეტიკულად გადაწვავს ასეთ ადამიანს, ხო? ეს ასტროლოგიაში კარგად ჩანს სინასტრიას ვეძახით ამას ენერგეტიკულად რომელ ვიბრაციებში აქეთ თუ არის too much მაგალითად ესეთი ლომური ენერგიები, მე-5 სახლის ენერგიები და იქით არის მე-12 სახლის ენერგიები, ან მე-8 სახლის ენერგიები, ხო, ან მე-10 სახლის ენერგიები. აქ ცოტა პრობლემა არის ხოლმე, ხო, ენერგეტიკულად უბრალოდ ფერადი კუთხითაც სხვადასხვანი არიან, ხო, ფერების შეუხამებლობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ზუსტად არის მერე ეს რომ არ არის აქ აუცილებელი რომ რაღაც ცუდად მოგვექცნენ, რაღაც ისეთი მოხდეს, უბრალოდ ამ ჩვენ ენერგეტიკულ ვიბრაციასთან მეორე ადამიანი თავი ვიზიდავს ზუსტად ამიტომ რომ დავბალანსდე და ქორწინებაშიც ესე შედიან ხოლმე ხშირად, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ხვდები გამოფიტული. ჩემგან ზედმეტად იღებენ ენერგიას, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ხო? შესაბამისად, მე პირადად ვიცი, რომ აი როგორც კი რაღაცა მძიმე, ისეთი ძალიან სერიოზული, ძალიან პრობლემებში რო ხედავს ცხოვრებას და ყველაფერი დრო ეძებენ კიდეც რაღაცა პრობლემებს, ესეთი ადამიანი ჩემთვის, არ არის მაინც სასურველი, იმიტომ რომ არ მჯერა ამ მდგომარეობის, სადღაც ენერგეტიკულადაც, აი კარმული ეზოთერული კუთხით რო წავიდეთ, პირდაპირ მე სხვა სამყაროდან ვარ, ის სხვა სამყაროდან არის. შესაბამისად, ჩვენი აურა ენერგეტიკულად უკვე ეჯახება ერთმანეთს და კონფლიქტში არის. სადღაც მას სჭირდება ჩემნაირი სამყარო, რო გაიხსნას ისევ იგივეს რო დაუბრუნდე და მეც მჭირდება სადღაც რომ მე თუ ვერ ვიღებ ამ ენერგიას, ხო, უნდა სადღაც მქონდეს კავშირი, რომ ნახო რომ ესეთი ეს ბიც ოკეი არის, ხო? მაგრამ რაც უფრო ახლო ურთიერთობაში ვარ ესეთებთან, მით უფრო ესე უკვე მიდის სერიოზული გამოფიტვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი აქედაერიდეს პრინციპი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდხანს რომ ვიყო ესეთ ადამიანთან, მერე უკვე აგრესიაც კი გამიჩნდეს სადღაც, ხო, ის რომ დამღალეს ვთქვათ, ხო? ან პირიქით მათ აუჩდეთ ჩემს მიმართ აგრესია, რომ რა არის სულ როგორ შეიძლება ესე ოპტიმისტურად იყო, ხო?
და სხვაშიც მამჩემიც არის სელენა ვერძიჩენერი, ზუსტად ისიც ესეთი ოპტიმისტი და ყველას უკვირდა ხოლმე სანათესაუშვით, რომ აი მე ამისთვის ხო პრობლემა არაფერი არ არის და სულ მხიარულად არის და ძალიან უკვირდათ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ზოგადად ეს დრამა მიღებული არის ეს პრობლემები სერიოზულობაზე შემდეგ ამ დროს ამ ოპტიმიზმით უფრო მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ამ პესიმიზმით, ეს ჩემი ხედვები არის, ხო? ამიტომ უნდა სერიოზულად შეხედოთ თქვენს ენერგიას, თქვენს ენერგეტიკულ ველს და ვინ გახვევიათ გარშემო. ჯერ ხა ვიწყებთ იდენტიფიკაციას, ხო, მე როგორი ვარ, მე როგორი ენერგეტიკული ველი მაქვს. ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, ხო? რა არის ღირებულებითი ენერგია, რომელ ენერგიაში ვარ, კარგად. ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ ენერგიას ვიღებ. რომელ ენერგიაში ვარ, ცუდად, აი ხშირად იყო ხოლმე, რომ ლექცია, რომელიც ხა ძალიან კიდე რაღაცა გადავარდა. როცა ლექცია ძალიან, აი ესეთი ლექტორია, რომელიც აი დიალოგს არ არის ავთენტური, მოკლედ ინფორმაციასთან ლექტორი და ბევრი მიზეზის გამო და აი რო ხედავ რომ ეგეძინება. აი თლიანად მიდის ჩემგან ენერგია, იმიტომ რომ ჩემი ენერგია რაცნობს ამ ვიბრაციაში არაავთენტურ სიტუაციაში ამ ადამიანს ბოლომდე არ ესმის რას ლაპარაკობს, არ აქვს ნიჭი ამ ხე ჩემს იმას გიყვებით, შეხედულებას უფრო, არ აქვს ნიჭი ამ სფეროსი შემთხვევით მოხვდა სიტყვაზე ამ სფეროში, ან პროფესიის განსხვავებით საყვარ რაღაც, ანუ არ არის ავთენტური. ამ აურაში, ამ გარემოში მე უკვე ვიღლები. როგორც კი შემოვაცა ცხალი ლექტორი, რომელიც ავთენტური არის, უყვარს თავის საქმე, ესმის, იკვლევს, მოძრაობაში არის თავის საქმეში, ცოცხლდები, აი სულ რომ ეძინებოდეს ღამენათები რო ვიყო, ცოცხლდები, ენერგიაზე ვარ და მიხარია ცხოვრება, ხო? და აი თლიანად ვეშვები პროცესში, ხო? ეს უკვე გასაგები არის, ჩემთვის სიგნალები არის, რომ იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო. ეს ჩემი ენერგია არის და ან იქ არ ვარ, აი ვინც არავთენტური არის, ვინც ასევე არიან ამ სფეროში შესულები, აი ესე შეტენილები, ხო, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და გავაკეთო, ბარემ ესეთი ფსიქოლოგია მაგალითად, ხო? იმათთვის ძალიან კომფორტული იქნება ესეთი ლექტორი. ძალიან ცოცხლები იქნებიან, ძალიან კარგად იქნებიან, იმიტომ რომ მსგავსი ველი არის. მსგავსი ენერგეტიკა არის, ხო? ესე გენდა ვიპოვოთ მე ჩვენი ველი, ჩვენი ენერგეტიკული ვიბრაცია. სამეგობროში, სასწავლო პროცესი იქნება, სამსახური იქნება. თორე მე ეს უფრო ძვირად გვიჯდება მეგობრებ. უფრო პრობლემა არის ხოლმე, როდესაც იქ ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ. იმ ენერგიაში, რომელიც ენერგიასთან ჩვენ ერორი გვაქვს პირდაპირ, ხო? და აი ვამპირიზმი მოდის ზუსტად აქედან, ჩვენი ენერგია წყალში აი პირდაპირ ორმოში ჩაყარო ისე იკარგება. და შეიძლება სხვებს კაჩავ შენი ენერგიით, აცოცხლებ იმ პროცესს, მაგრამ შენ ძალიან ცარიელდები. და განქორწინების ძალიან დიდი პროცენტი ხშირად ამაზე მოდის, რომ უბრალოდ ენერგეტიკულად სხვა ვიბრაციაში არიან ადამიანები. საერთოდ ენერგეტიკა მათი აი იმდენად განსხვავდება ხოლმე, ხო? ერთ-ერთი უნდა, მეორეს მეორე. რა არის ეს, რომ მე მინდა, აი მე რო გითხარით, რომ პოზიტიური, ხა ვის არ უნდა პოზიტივი, თითქოს, მაგრამ რო ჩაეკითხო, მათთვის პოზიტივი არის სერიოზულობა, რო აკონტროლებ ყველაფერს, ზუსტად იცი რა როგორ უნდა იქნება, რა როგორ უნდა დაიგეგმოს, სად მიდიხარ, ვიღაცისთვის პოზიტივი არის თავისუფლება და სილახე, მაგალითად, ხო, არ ვიცი რა იქნება, მოდი აბა შევხედოთ, ხო? აი, ზოგისთვის ეს არის პოზიტივი, ამიტომ როცა ვახდენთ ამის იდენტიფიკაციას, რა არის ჩვენი ენერგია პირადი, ხო? აი, მე უფრო პოულობთ მსგავს ადამიანებს, რომელიც უფრო ენერგიის შემავსებლები ხდებიან ჩვენთვის და არა დამკარგველები. და აქედან მოდის ხოლმე მე უკვე ეს ენერგეტიკული ბალანსი, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თუ რამე პრობლემები გვაქვს ცხოვრებაში, აი ადრე რო იყო მაგალითად, თუნდაც 200-300 წლის წინ ელიტა, მაღალი ელიტა, საგვარეულო ნუსხით, ლორდები, ისინი და ისინი არ შედიოდნენ სხვა საზოგადოებაში, სხვა ენერგეტიკის, სხვა განათლების ხალხში, ხო? ადრე ეს რაღაცნაირად დაცული იყო. იმიტომ რომ, სინამდვილეში ახლა უკვე შეიძლება ახლა ისეთ აბსოლუტურად სხვა გარემოში იყოს ადამიანი და ენერგეტიკულად საკმაოდ მაღალი ვაჟფშაველა რო ავიღოთ, ხო? თუნდაც მაღალ ვიბრაციაში იყოს, თუმცა ეს იშვიათად არის ხოლმე როგორც წესი. და როგორც კი ხვდებით, აი ამ სოციალური სტატუსი, მე ხა ფინანსებს არ გულისხმობ, განათლების დონე, მაგალითად თუ ახლა
ოჯახი ყავდა ადამიანს აბსოლუტურად გაუნათლებელი, იმათი წინაპრებიც სრულად გაუნათლებელი, ამ ადამიანს რაც არ უნდა წაიკითხოს, ბევრი და განათლებული იყოს, ძალიან დიდი პროცენტით, ახლა ხო გონებთ ისე ვაჟებშაველას ვარიანტში სიტყვაზე, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტით მეორე ოჯახი, რომელშიც იყო ეს რაღაც შინაგანი კულტურა, ადრე ძახდნენ ხოლმე თავადური გვარი და ასე შემდეგ, ხო? ეს იქნება შეუთავსებელი. ენერგეტიკულად შეუთავსებელი იქნება აუცილებლად და ამას მოყვება მერე პრობლემები. და ეს ძველად ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საზოგადოებები ენერგეტიკულად ჯგუფდებოდნენ ადრე. აი მე ვეძებ ჩემი აურის საზოგადოებას, ხო? მე არ შეიძლება ავითქვიფო ყველაში სიტყვაზე. თუმცა არის ახლა ხმოვანი მერწყული, როცა ვამბობთ ხოლმე, ან ურანელი, ან სტელიუმი მერწყულით, რომ ის ზუსტად უნდა შევიდეს უკვე მასაში და არ იყოს რაღაცა ძალიან ესე ჩართული, ხო? მაგრამ მაინც აქაც არის ენერგეტიკული ველი. მე შეიძლება საზოგადოებას ვემსახურა, მაგრამ ჩემ მოახლოეს გარემოცვაში იყვნენ ჩემი მსგავსი ენერგიის ადამიანები, თორე თუ ესე არ იქნება, მე თუ ჩავხტები ქვევით სოციალურ სხვა ფენასთან, აუცილებლად ენერგო ვამპირიზმში ჩავარდები, აუცილებლად დავსუსტდები მინიმუმ, ხო და ენერგეტიკულად გამოვიფიტები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე რთული არის ხოლმე, როცა ოჯახში მოდიან ესეთი უთანასწორო ენერგეტიკულ ველში, როდესაც ზოგჯერ ქვეყანაშიც მოდიან უთანასწოროში, რა არის მაგალითად უფრო განვითარებული სამყარო, ხო, ეს მაღალი კულტურული ღირებულებები, ბევრად უფრო მაღალ დონეზე არის, ხო და ახლა ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი პრობლემა არის და ბევრს აქვს ეგ მომენტი, რომ აი გარბოდნენ, მე მახსოვს ადრე 90-იან წლებში, 95-იანებში, აი მაგ პერიოდში, როცა გავიცნობდით მეგობრებს მაგალითად, ხო და ძალიან ბევრი ამბობდა ხოლმე, რომ მე მინდა რომ საზღვარგარეთ წავიდე და საცხოვრებლად, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი გარემო, ხო, იმიტომ რომ აქ კულტურო ხალხია ისა, ესა ბევრი ამბობდა ხოლმე. ამაზე მე მეკვირდა სულ რომ როგორ მიდიან ესე ქვეყნიდან და რატო უნდა წახვიდე, რატო არ უნდა მოგწონდეს, ახლა მე დიდათ არ მაწუხეს, მე ჩემი კომუნიტი ყოველთვის ყავდა და მასაში არ ვერეოდი არასოდეს, მაგრამ მიკვირდა ხოლმე ესეთი მიდგომა და საბოლოო ჯამში მანდ მივდიოდით, რომ აი ახლა აქეთ ამ გადასახედიდან, რომ სადღაც აი ამ ფენობრიობას მასაში ვერ ეგუებოდნენ, ხო, სადღაც და ეს არის პირდაპირ ძალიან ცხოვრებისეულ დონეზე, აი ეზოთერიკით დავიწყე და ცხოვრებისეულ დონეზე აი ეს არის, ხო, ჩვენი წრე არ არის, ჩვენი ენერგეტიკის ადამიანი არ არის, შეიძლება ძალიან ისე იყოს ჩემს წრესთან ახლოს სოციალური ურთიერთობით ჩემი მშობლების პედაგოგები, მისი მშობლების პედაგოგები, ესეც ხდება, მაგრამ იყოს უკვე ენერგეტიკული, აი უკვე ეზოთერულად რო წავიდეთ, კარმული განსხვავება იყოს, ხო, ერთ მეტი ესმის, მეორეს ნაკლები, მორჩა უკვე დისბალანსი არის, მორჩა უკვე ჩემს ენერგიაზე მოუწევს იმ ადამიანს დიდი ხანი ჯდომა და მე სადღაც დავიღლები, გამოვიფიტები და უკვე სუდად ვიქნები, ხო, სადღაც ან ჯანმრთელობა გამიჭედავს. აი ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა, ცოტა კი გამეწელა, მაგრამ მაინტერესებს ხოლმე თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიქები და მაინტერესებს რას ფიქრობთ ხოლმე ამ თემაზე. და დაგემშვიდობებით მაშინ, აი მიხვდით ხო, აი მთელი პროცესი ენერგეტიკული როგორ ხდება და დააკვირდით თქვენ გარემოცვას, შეხედეთ, გაიაზრეთ, ძალიან რთული არის ესე მოუწყვიტოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენთან ენერგეტიკულად არ ძის, მაგრამ ეს ამათ ღირს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი ენერგია ეს უხილავია, ამას ვერ დავინახავთ და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავუფრთხილდეთ. იმიტომ რომ მთელი ამ ჩვენს ენერგეტიკაზე არის მიბმული ჩვენი ბედნიერება, ხო? ამას კიდე გავაგრძელებ მე ამ თემას, იმიტომ რომ აქ უკვე უნდა გადავიდეთ ბედნიერი თუ არა ვარ, ამიშლის ამასში ხელს, ხო? აი შემდეგ ვიდეოს ამაზე გავაკეთებ და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, დროებით.